მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა ტრაგედიების ქვეყანაა. უშინაც თუ დღეს დილას კამთენიისას ბორჯომის ვაგზალთან დაიწვა ბაზრობა, ახლა ამის გაცხადება რომ სპეციალურად დაწვენ, არ დაწვენ, აქედან ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი იმას დარწმუნებით, რომ ხელისუფლება ეტყვის მათ, რომ ეს არის კერძო საკუთრება და მათ არ ეხებათ. არადა ასობით ადამიანის გაუბედურდა, დარწმუნებული ვარ იქ ვინც იდგა აბსოლუტურად 99.9%-ს კრედიტებით ჰქონდა ეს ყველაფერი გამოტანილი და სიმწრით შოულობდა ამ ვაჭრობით ლუკმა პურს, აი სიმწრით შოულობდა და ახლა შემიძლია გითხრათ რომ აუცილებლად მოყვა ამას უკმაყოფილება, აუცილებლად დაიწყებენ ისინი ბრძოლას, მაგრამ ხელისუფლება იმის მაგივრად რომ მიეხმაროს, აქედანვე დაიწყებს მასზე ზრუნვას, როგორ ჩაახშოს ეს პროტესტი და ამ პროტესტის სათავეში მოაქცევს სუსის აგენტებს, რომელიც მერე ამ პროტესტს ნელ-ნელა მილევს და დარჩება პროტესტი პროტესტად. ამიტომ რა ვიცი, უარდე გვემართოს ჭიათურასავით, როცა ყველამ ვიცოდით, რომ ჭიათურაში მოყვებოდა პროტესტი და ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ მის სათავეში მოაქცია მათი გავლენის აგენტები, ან შეაგზავნა, ან მანამდე ყავდათ შემზადებულები. და პროცესი როგორ მიდის იქ, ძალიან კარგად უყურებთ და ჩვენ გვაქვს მიზეზად, რომ არ უნდივართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ასე მოხდება ახლა აქაც. ამიტომ მოუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლა ახლა გულით ებრძვის ამ ხელისუფლებას. აუცილებლად მიდით ამ ადამიანებთან ესაუბრეთ, დაარწმუნეთ, სანამ ხელისუფლება მოაქცია თავის მარწუხების ქვეშ, მანამდე მიდით და ესაუბრეთ და საერთოდ მაგ ქვეყანაში ოცნების მომხრეებიც ყველა არის უკმაყოფილო. ყველას რაღაც პრობლემები აქვს. ხო და მოდი რა ეს გამოვიყენოთ მათ ნუარმართიებთ ამ პროტესტებს ისე რომ ნაკლები ზარალი ნახონ თვითონ. არამედ ჩვენ ვმართოთ წინასწარ ხო ვიცით ახლა რომ ისინი ეცდებიან რომ მოაქციონ ესენი მათი მარწუხების ქვეშ. ამაში ხო ვართ დაწუნებული. მე ყოველ შემთხვევაში დაწუნებული ვარ. ამიტომ მოგიწოდებთ რა. მიდით იმ ადამიანებთან, ვინც არ უნდა იყვნენ ოცნების მომხრეები თუ არა მომხრეები. მიდით ესაუბრეთ, დაუდეგით გვერდში, გამონახეთ გზები მათთან საუბრის. ნუ დაუტოვებთ საჯიჯგნად ქართულ ოცნებას. ნუ შევარჩინეთ ყველაფერი ქართულ ოცნებას. შოვის ტრაგედიამდე რამდენი ტრაგედიები იყო, მაგრამ ისეთი უდიდესი ტრაგედია, რაც შოვის იყო, ბაღდათის იყო, ორი ბავშვის დაწვის იყო, ბათუმში ბავშვების სიკვდილი იყო, თუ რა იყო, ყველა ტრაგედია შევარჩინეთ. ყველა. რატო? იმიტომ რომ როცა იციან იწყება პროტესტი, თვითონ ექცევიან ამ პროტესტის სათავეში და ჩვენ ვართ შეგუებული ამას და არ ვცდილობთ რომ ეს გავანგრიოთ ეს სიტუაცია. კიდევ ერთხელ, ჩემო ლამაზო ახალგაზრდებო, ჩემო ნამდვილო ქართველებო, ნუ შევარჩენთ ყველა ტრაგედიას ამ დედა აფეთქებულებს, თუ არა ყველა ქართველი ტრაგედიის მსხვერპლი ვიქნებით. მადლობთ ყურადღებისათვის.